Так, მოგესალმე დავით, ვინ ხარ, რა ხარ, რას წარმოადგენ? ხალხს რო ილაპარაკო, ხალხმა იცოდეს ვინ არა. ახლა მე კი ვიცი ვინც ხარ, მაგრამ სხვააც ხონდა იცოდეს. მოგესალმებით მეგობრებო. დავითი მქვია, დანარჩენი ინფორმაცია ირონება ასეც კიდე რაღაცები შეგიძლიათ ჩემ პროფილზე ნახოთ, ეს უნდა იყოს. მაგრამ რაც შეეხება ჩემს სარწმუნოებას, ვარ ქრისტიანი, შეიძლება ითქვას, რომ გაქანებული ქრისტიანი ვარ. ასე ჯიჯი არის ჩემი მეგობარი და ასევე ჩემი მასწავლებელი. პირველად მისგან დავიწყე ბიბლიის შესწავლა და ახლა ერთად ერთმანეთს აზრებსაც უზიარებთ და უფრო რომ ვცდილობთ გარკვევას, რაც პირადად ძალიან მახარებს. და შეძლების დაგვარად ვცდილობ რომ შესაფერისი, იმ მოწოდების შესაფერისი მოწაფე ვიყო. როგორც ჩვენს უფალს შეეფერება, ცოტა ესეთი მაღალფარდოვანი ნათქვამია შეეფერება, იმიტომ რომ ვერავინ ვერ შეეფერება უფალს რეალურად. მაგრამ ვცდილობ რა. ვცდილობ რომ იმ მოწოდებას მივყვე, რომელიც მოგვცა ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ. გაიხარე. დღევანდელი თემა არის გამოსვლის წიგნის შესავალი. შენ როგორც იცი, ეგ თემა მოამზადე. ჩვენ დავამთავრეთ წინა წიგნი, დამატების წიგნი და ეხლა ვართ უკვე გამოსვლის წიგნზე. აბა ახლა ძმაო, შენ გაძლევ ესტაფეტას. გადმოგეცი აგერ ესტაფეტას სიმბოლურად. და ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, მარტო მალაპარაკებთ, კითხვებიც თუ იქნება რაღაცეები და ხო, მაგას სანდრო მიხედავს და მეც აგერ რაღაცა საინტერესო კითხვები თუ იქნება, გამიჩნდება, თავისთავად დაგისვა. ესე იგი, დღევანდელი საკვირაო თავი ფარშა იქნება შემოთი. ფარშა შემოთ. ვინც არ იცის ან პირველად გვისმენს, მათთვის ვიტყვი, რომ სახელები, ანუ საკვირაო თავებს ერქმევა პირველი სიტყვების მიხედვით, როგორც ტექსტი იწყება, და ამ შემთხვევაში შემოთ არის სახელები. სახელები ხო, სწორად მახსოვს? ხო, სახელები. და სხვათა შორის მარტო საკვირაო თავის კი არა, თვითონ გამოსვლის წიგნის სახელიც შემოთია. ხო, მასია. დღევანდელი თემა საკმაოდ საინტერესო თემა არის და შევეცდები ამ თემაში დავინახოთ ჩვენ კავშირები ბიბლიაში და კავშირები ჩვენ უფალთან იესოსთან, რადგან როგორც ვიცით, მთელი ბიბლია იესოს მიანიშნებს. მთელი თავისი ტექსტის მანძილზე. ყველაფერში იესო ჩანს. თუ ეძებ დაინახავ, შანსი არ არის გამორჩეს ვინმეს. სანამ უშუალოდ ტექსტზე გადავალ, ჯერ მინდა საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო, მგონი 2 კვირის წინ იყო, ხო, წინა საკვირაო თავი. კი. შენი ლაპარაკი მე მოვა. აი ახლა, всё. გამაგისვენ, რა წავიკითხო მითხარი. დავიწყოთ დაბადების 41 თავი, 38-44 მუხლებით. ანუ იოსებზე მინდა რომ გადავავლოთ თვალი, ვინ არის იოსები და რას წარმოადგენს. 41 თავი, 38-44 მუხლები. 38-44 მუხლები. წავიკითხო ხო უკვე? კი. უთხრა ფარაონმა თავის მსახურებს. თუ ვიპოვით ასეთ კაცს, რომელშიც ღვთის სულია. და უთხრა ფარაონმა იოსებს, რა კი ღმერთმა შენ გაუცხა ეს ყველაფერი, არავინ არ შენზე გონიერი და ბრძენი. შენ იქნები ჩემი სახლის გამგებელი, შენი სიტყვით წარიმართება მთელი ჩემი ხალხი, ხოლო ტახტი იქნები შენზე ამაღლებული. უთხრა ფარაონმა იოსებს, ახლა დაგადგა მთელი ეგვიპტის ქვეყნის გამგებლა. და წაეძო ფარაონმა ხელიდან ბეჭედი და გაუკეთა იოსებს. ბისწონის სამოსელი შემოსა და კისერზე ოქროს ძირსკი ჩამოყიდა. დასვა თავის მეორე ეტლზე და აცხადებდნენ მის წინაშე. დაიჩოქე და დაადგინა იგი გამგებლად ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე. უთხრა ფარაონმა იოსებს, მე ფარაონი ვარ, მაგრამ უშენოდ ხელფეხს ვერავინ გააზრებს ეგვიპტის მთელ ქვეყანაში. საინტერესო ტექსტია საკმაოდ. და ჯერ მინდა პირველ რიგში გამოვხილოთ ყურადღება ფარაონისვე განცხადებაზე, ანუ აღიარა თვითონ. რას ამბობს, რომ ვინმე შეძლებს ვიპოვოთ მის მსგავსო. მასში არისო ვინო?
ღვთისული. ღვთისულია მასში. ჯერდა ანუ მაგედან იწყებს უკვე თვითონ ფარაონი წარმოედგინეთ წარმართული პანთეონის მიმდევარი ფარაონი იწყებს აღიარებას, რომ იოსებში არის ღვთისული და არა რომელიმე პანთეონის ღვთისული, არამედ ერთი ჭეშმარიტი ღვთისული. ანუ ეს მნიშვნელოვანია. ხედავთ რომ ანუ სახალხოდ აღიარა ფარაონმა იოსები და რა გადასცა? თავისი ძალაუფლების ბეჭედი გადასცა. თავისზე ქვემოთ, ანუ ერთით ქვემოთ დააყენა პრაქტიკულად. თან ისე ამბობს, რომ უბრალოდ მეორე კაცი კი არ იყო, კონკრეტულად თუ ტახტიდან გასცემდა ფარაონი განკარგულებას, მაგ შემთხვევაში ითვლებოდა მისი განკარგულება იოსებზე მაღლა. თორე ისე, როგორც თვითონ ამბობს ფარაონი, იოსებს ემორჩილება ყველა მის ნების გარაში არაფერი არ ხდება, ხელს და ფეხს არავინ არ ატოკებს. იოსები, ანუ და იმაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, ვინ აღამაღლა იოსები ამ პოზიციაზე. თავისით ამაღლდა? ფარაონმა დააყენა. არა, ფარაონმა დააყენა, მაგრამ ვისი ძალაუფლებით დადგა იოსები, ვინ მისცა შესაძლებლობა რა ფარაონის კარზე ასე დამდგარიყო? ვის თავისთავად, ვის წარადგენს იოსები, ღმერთს წარადგენს. ჩვენ მარტივად და თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იოსები ყველაფერს რასაც აკეთებს, იმით უფალს უჩვენებს ხალხს ეგვიპტეში. უფალს უჩვენებს და დემონსტრირებას ახდენს უფალი იოსების თავისი ძალაუფლების და დიდების. მერე იოსებმა ერთი მაგარი საინტერესო რაღაცა გააკეთა. ამ პერიოდის ეგვიპტე ჩვენ ტექსტიც გვეუბნება, რომ არის დაფანტული, დანაწევრებული. ყველა თავისთვის რა. რეალურად სამეფო კარს არ ემორჩილებოდა, არ ეკუთვნოდა არც ერთი ტერიტორია. მაგრამ, როდესაც დიდი შიმშილობა ჩამოვარდა ეგვიპტეში, იოსებმა, რა თქმა უნდა, წინასწარი იცოდა და ღმერთისგან და შესაბამისი სამზადისიც გააკეთა. შეგროვებული ჰქონდა მარცვლეული. ამ შემთხვევაში მგონი ხორბალი იყო, თუ სწორად მახსოვს. ხო, ხორბალი იყო პურის შიმშილობა იყო. ხო, დიდი შიმშილობა ჩამოვარდა და რა გააკეთა მერე? როდესაც შიმშილობა ჩამოვარდა, ამ პურის სანაცვლოდ, ამ მარცვლეულის სანაცვლოდ, ის ხალხისგან იღებდა საკმაოდ დიდ გადასახადს. ჯერ ანუ ფარაონის ხაზინაში მოაგროვა დიდი თანხა. მერე როცა ხალხს თანხა აღარ ჰქონდა, მოვიდნენ და კითხეს რა ხარ მოვკვდებითო, რა ვქნათო. ხო და ამან იოსებმა უთხრა, რომ გამიცვალეთო თქვენი ცხოველები, ანუ რა ქვია, livestock როგორ არის ქართულად. როგორ? ბარტერი? არა, ანუ შინაური ცხოველები რა, სამეურნეო, შინაური ცხოველები შინაურ ცხოველებში გაგიცვლითო. ეს მეორე ნაბიჯი. მოუყარა თავი დიდ სიმდიდრეს ცხოველების სახით ისე ფარაონის სახლში. ახლა როცა აღარ ცხოველები აღარ დარჩა, ხალხი ადგა და რა ვქნათო? აღარაფერი აღარ აქვს. მიდრაშს ყვები დავით? არა, პატარა შეჯამებასავით ვაკეთებ თვითონ ბიბლიიდან. რომ ანუ დავანახო იოსებს რამხელა წვლილი მიუძღვის ეგვიპტეში და შესაბამისად რამხელა დემონსტრირებას აკეთებს იოსები ღმერთის ძალაუფლების. ხო და ხარ მოვკვდებით რომ მშივრები. აჰა, ჩვენ ვართო და ჩვენი მიწაო. ბარემ დაგვიხენეო რა მსახურებათო, შეგვისყიდეო და ეგ არისო. და ეგრეც მოიქცა იოსები. თავისი მიწიანად შეისყიდა და დაუქვემდებარა ფარაონს. ანუ ეგვიპტის კონსოლიდაცია მოახდინა, გააერთიანა. და ასეთი აგრარული წესით დააწესა, რომ მარცვლეული მიეცემოდა მოსახლეობას, ისინი დაამუშავებდნენ მიწას, 20% მიღებული მოსავლიდან მივიდოდა ფარაონის სახლში და 80% თვითონ სახლეულს რჩებოდა, იმისთვის რომ, დანარჩენი საქმისთვის იქ იქნებოდა ახალი მოსავლის მოყვანა თუ თავის რჩენა. და ტექსტი ამბობს, რომ ეს პოლიტიკა, ანუ ეს აგრარული პოლიტიკა დღემდე აქტიურია. რას გულისხმობს, რომ დღემდე აქტიურია, ანუ როცა ეს წიგნი იწერებოდა, მაშინაც კი მოქმედებდა. ანუ იმას ანიშნავს, რომ გამოსვლის მერეც კი აქტუალური იყო. ეს მნიშვნელოვანია და იმახსოვრეთ.
და ეს ეკონომიური ის იყო ესა. კი, ისეთი იყო, რომ ანუ ეგვიპტე სარგებლობდა თავისუფლად ამით. სარგებლობდა კი არა? ეკონომიკის პრინციპები ჰქონდა იოსებს. სარგებლობდა კი არა, ანუ მაგით ეგვიპტე გახდა ერთ-ერთი უძლიერესი ძალა იმ ტერიტორიაზე. ნუ თავისთავად ამით იოსები გახდა ხსნა იქაური სამყაროსი, ასე ვთქვათ, თვითონვე ამბობს, რომ ყველა ანუ მთელი მიწა მოვიდა ეგვიპტეში ამ შიმშილობის პერიოდში და მასე გადაურჩნენ. აქედან ნუ შეგვიძლია პატარ-პატარა პარალელები გავავლოთ, რაც წარმოადგენს ეს სამყაროს მხსნელი, უარყოფილი, აღზევებული. ვისთან მიდის პარალელები? ჯიჯი შეხო ილაპარაკი ამაზე. კი, ასე იესო ქრისტესთან. რა თქმა უნდა. და მე თვითონვე ამბობს ამას ასე ვთქვათ ბეჭედს ასვამს. რომ თქვენ კი ცუდი იგულისხმეთო ჩემთვის, ანუ რო გაყიდეს ძმებს რო ეუბნება, მაგრამ ღმერთმა ეს კარგად იგულისხმაო, სხვების ბევრი სიცოცხლის გადასარჩენათო. და ეს მინდა ვთქვა, რომ როდესაც იოსების სიკვდილის დროს, ანუ უпроსტად იოსების დროს და მის სიკვდილის შემდეგ, კარგახანი პერიოდი ეგვიპტე იდგა როგორც ღმერთის დიდების ერთი დიდი ძეგლი, მონუმენტი. იმიტომ რომ ეგვიპტეს ეს თავისთავად მიაღწია იოსებით და იოსებმა ღმერთით. ანუ ეგვიპტემ ღმერთის მეშვეობით მიაღწია ეს და ეს გარშემო ხალხისთვის დემონსტრირებადი იყო. ყველამ დაინახა ეს, არ ყოფილა რაიმე დაფარული საქმე. და ამით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იოსებს მაშინ რატო დაემხო გიქსოსების დინასტიო? მოდი ისტორიაში ძალიან არ გადავალ, იმიტომ რომ მან ორივე მოსაზრება არის, რომ ესეთი ჰიქსოსე რეალურად რამდენიმე დინასტია იყო, სანამ ჰიქსოსები გაიდევნებოდნენ. მათ ხო ორი მომთაბარე ის იყო, გიქსოსები იყო, მე მგონი უფრო მომთაბარე და ზედა ეგვიპტე და ქვედა ეგვიპტე, ქვედა ეგვიპტემ დაიპყრო ზედა ეგვიპტე. არა, ანუ ეგენი ვიცი, ეგ ისტორიკოსებს მივანდოთ, იმიტომ რომ მე დიდად ისტორიული მონაკვეთების განხილვა ასე დიდად არ მინდა ეხლა, დიდ დროს წაიღებცა. თორე კი, იქსოსებიც იყვნენ და ნუ დაუსახელებელი ფარაონებიც და სახლებების დინასტიებიც იყვნენ. ხო, ანუ უბრალოდ ეს მინდა რომ დამენახებინა, რომ იოსები რას წარმოადგენს ეგვიპტისთვის და შესაბამისად ღმერთი რას წარმოადგენს ეგვიპტისთვის ამ პერიოდში. და როცა შემოთის წიგნზე გადმოვალთ, აი ეს ცვლილება რაც ხდება, დავინახავთ, რომ დიდი შეურაცხყოფაა რეალურად უფლისა. ანუ არ ყოფილა რაიმე ისეთი გადატრია, როგორ თქვა, ნელ-ნელა ჩანაცვლებას არ მოხდა და პირდაპირ გალაშქრება იყო უფლის წინააღმდეგ, რადგან უფალმა მონოთეიზმის და იოსებმა უფლის მეშვეობით მონოთეიზმის და ანუ აბრაამის, ისააკის და იაკობის ღმერთის დიდებულების დემონსტრირება მოახდინა. ამათმა კიდე შემდეგ, ვინც იყვნენ დინასტია, უარყვეს ეს. ისევ თავიანთ წარმართობას დაუბრუნდნენ, თან ძალიან მწარედ. გადავიდეთ, მოდით თვითონ უშუალოდ შემოთის ტექსტზე ახლა. ქართულად თქვი, გამოსვლა, შემოთხოვნა არის ეს. გამოსვლის წიგნზე გადავიდეთ. წაიკითხავ ახლა იქიდან. გამოსვლის პირველი 8-10 მუხლები. პირველი თავის მერვე 10 მუხლი? და დადგა ეგვიპტეში ახალი მეფე, რომელიც არიცნობდა იოსებს. უთხრა თავის ხალხს, ჩვენზე ბევრი და ძლიერი არიან ისრაელის ზეთა ხალხი. ბრძნულად მოვექცეთ, თორემ უფრო გამრავლდებიან და ოდესმე თუ ომი დაიწყო, შეუერთებიან ჩვენს მტრებს, მიომებენ ჩვენს წინააღმდეგ და გავლენ ქვეყნიდან. ხო, აქ მინდა ყურადღება გავამახვილო ასეთ მონაკვეთზე. აღდგაო ფარაონი, რომელმაც არ იცოდა იოსები. ხო. ანუ რას ნიშნავს არ იცოდა? ანუ ინფორმაცია არ ჰქონდათ? რანაირად? როცა მისი გატარებული აგრარული პოლიტიკა მაშინაც კი აქტიური იყო. ხო, რანაირად? რეალურად რო დავფიქრეთ, ამაზე ორივე მოსაზრება არის, მაგალითად
ერთ-ერთი დისკუსიის მიხედვით, რომელიც არის განხილული 111-ში. შენ გეცოდინება ჯიჯი. რავი და შმუელი რო დავობენ ერთმანეთში. ახალი მეფე იყო თუ ძველი მეფე, რომელიც უბრალოდ ახალივით იქცეოდა? ხო, ნუ ისტორიკოსებს თუ დაუჯერებთ, ახალი მეფე იყო, გამარჯვებული დინასტია მოვიდა, რომელიც საერთოდ არ იცნობდა იოსებს, ეს ნიშნავს, რომ მას შეხება არ ქონდა იმ წინადარ დინასტიასთან. მაგრამ როგორც ვახსენე, შეუძლებელია ეგ, იმიტომ რომ ტექსტი გვეუბნება თვითონ გამოსვლის 47 თავის 26 მოხდში, რომ ამ დღემდე აქტიურია ეს პოლიტიკა, რაც იოსებმა გაატარა. ხო, მაგრამ ეს ეკონომიური პოლიტიკა და არა ფარაონის საქციელი და დინასტია. ვიცი, მაგრამ აქ ანუ შეუძლებელია ბუკვალურად არ იცოდე პიროვნება ვინ არის, რომელმაც მთელი სამყარო სულ რამდენიმე შეიძლება აიღოს ერთი საუკუნე, ორი საუკუნე, მთელი სამყარო გარშემო იხსნა და ეგვიპტეს სამხედრო ძალაუფლება მოუპოვა. აქ სხვა რამე შეიძლება. აქ არის მომენტი, რომ 400 საუკუნის უკან იყო ისა. იოსები 400 საუკუნის არა 400 წლის წინ კი ბატონო. ხო, 4 საუკუნე, ხო, ბოდიში. შემეშა. 4 საუკუნის. არა, ნუ არის მაგ წაკითხული ის რაბი ამბოსო, ეგ საერთოდ ძველი მეფე იყო, მაგრამ იქცეოდა ახალივითო, რადგანაც მას სულდა ებრაელი ერიო. მე წაყვანა მინდა იცი რომ მიმართულებით განა დიდად მნიშვნელობა არ აქვს ახალი მეფე იყო თუ ძველი დინასტია, რომელიც ახალივით იქცეოდა. იმიტომ რომ შედეგი მაინც ერთია, უფალზე უარს ამობენ. ისევ თავიანთ წარმართობას უბრუნდებიან და უფალზე უარს ამობენ. ეხლა უყურე როგორი რაღაცაა. ეგვიპტეს ზოგადად ესეთი პრაქტიკა ჰქონდა, ცნობილი პრაქტიკაა. ეძახიან ასე დამნატიო მემორიაე თუ აიგია. არა. რომ ახალი ძალა რო აღზევდებოდა, ის უპირისპირდებოდა ძველს. ეგ კი კაცო, ყველაფერს ანადგურებდნენ. და ყველაფერს უნადგურებდნენ. ძველის ყველა თვალებსაც და ყველაფერს შლიდნენ, ხო? კი, იმიტომ რომ მათთვის მათში არსებობდა ასეთი ცხოდნა, ასეთი რწმენა, რომ პიროვნების არსებობა იყო სახელთან დაკავშირებული. და ამ სახელის ამოშლა ეფექტურად ანადგურებდა იმ პიროვნებას. და მასთან მის იმას აქვია. მის სახელს ანადგურებდა და მის იმას კიდევ რა ქვია. რაც დატოვა, რა ქვია იმას. მემკვიდრეობა. ხო, მის მემკვიდრეობას, ხო. კი. და ანუ ესეთი кейსები ვაქვს მაგალითად ტუტმოს მესამე, რასაც ქვია ამოთხარა ჰაჩეპსუტის ქანდაკებები, ანუ გადაშალა. სახელი ამოშალა, ანუ და სადარო ასე მწყალებში არსებობიდან გაეკრო. და ეხნატონიც მასი არ იყო, ეხნატონზეც არ წაშალე ეს ყველაფერი? კი, მე მგონი მაგას უარესაც მოექცნენ. ხო, ეხნატონს საერთოდ გაანადგურეს. ისეთი რაღაცები გაუკეთეს. და მე უფრო ამისკენ მივდივარ, რომ არ იცოდა იოსები ამას უკავშირებ, იმიტომ რომ იოსები მათთვის კავშირდებოდა ძველ დინასტიასთან. ხო. უფალთან კავშირდებოდა, ამათ არ მოსწონდათ ეს პოლიტიკა აშკარა, ისევ თავიანთი წარმართობა ერჩივნათ. კიდე ამრანიანი აღდგენა ესეთი მომენტიც არის. აქ ზუსტად აქ არის, მე მგონი ეხნატონი სწორად მახსოვს. ხო, აქ არის. სადაც ჯერ ანუ ტუტანხამონმა დაიწყო ტრადიციული ტაძრების და პოლითეისტური რელიგიის აღდგენა და გადაიტანა ქალაქი ისე მემფისში. და მერე ჰორემჰებმა და დანარჩენი დინასტიის წარმომადგენლებმა გააგრძელეს ეს, რომ რასაც ქვია გაანადგურეს ყველაფერი სურათები და ქანდაკებები დაკავშირებული ძველ დინასტიასთან, როგორც ახსენე, ქართულად როგორი ახნატონი, ხო? ეხნატონთან და ანუ სრული თავის წარმართული პანთეონი აღადგინეს. და ეგვიპტეში ეგ იცოდეთ, რომ რეჟიმის გადაგდება უბრალოდ ახალი პოლიტიკის დაწყება არის, ყოველთვის თეოლოგიასთან იყო დაკავშირებული. ახალი რეჟიმი ყოველთვის ახალ სარწმუნოებასთან იყო პრაქტიკულად დაკავშირებული.
აქ ერთმანეთთან ძიმეთ იყო გადაჯაჭვული აკვია პოლიტიკა თეოლოგია ერთად, ხო? კი, პოლიტიკა და რელიგია ერთმანეთზე გადაჯაჭვული იყო, ცალცალკე არ იყო ფიზიკურად. ძველ დროშიც მასე იყო, ყველა სახელმწიფოში მასე იყო. ხო და მე უფრო ვუყურებ ამას ასე რომ როცა წერია რომ არიცო და იოსები აქ განა ბუყალო ცოდნაზეა საუბარი, არამედ არ აღიარებდა მისგან არაფერს, იმიტომ რომ ის იყო ძველი დინასტიის წარმომადგენელი და უკავშირდებოდა მათი წმენისგან განსხვავებული იყო. და ორივე უარესია, თუ ახალი მეფეა, ანუ ძალით აღუდგა ამ სიკეთეებს, რაც მოიტანა იოსებმა და იოსების მეშვეობით ღმერთმა და თუ ძველი არის ვაფშე უმადური და ის გამოდის, რა ქვია, ფარისეველი, ჩვეულებრივი. ანუ რო დაივიწყა და რატო ემხრობი რომ ახალი მეფე არის რეალურად რომელმაც უარყო აქ ტერმინი რომ აღზევდა ეს უბრალოდ მოსვლაზე არ არის საუბარი ეს ტერმინი აღზევდა ვაიაკომ ხდება კიდე სხვაგან დაბადების წიგნში გახსოვს სად მოიცა რას მეკითხები ტერმინი ვაიაკომ სად ხდება კიდე აღზევდა აღდგა უბრალოდ ანუ როგორ თქვა არ ვიცი ქართულად ზუსტად ვინმეს წინააღმდეგ რო აღდგე ვინ იყო პირველი ის სოდომი და გომორის ის არა მანამდეც ხდება მანამდე კაინი აღდგა აბელზე კაინი აღდგა აბელის წინააღმდეგ აქ არ არის საუბარი მშვიდობიან გადაგდებაზე აქ ძალის გამოყენებაზეა საუბარი შეწინააღმდეგებაზე უარყოფაზეა საუბარი ამ თვითონ ენა მიანიშნებს ამას ხო და ნუ პატარა ისტორიულად თუ გაინტერესებთ ისტორიული დეტალები, აი მაგალითად ძველი ისტორიკოსები, მაგალითად იოსებ ფლავიუსი, რომელიც მანეტოდან ციტირებს, როგორ უყურებდნენ დინასტიების დალაგებას და ვინ განიდევნა, როგორ გადაიდევნა, ეგენი მე შეგიძლიათ ნახოთ. და ეგვიპტეს ხო ქონდა ესეთი პრაქტიკა სახელების ამოშლა, მათი მოგონებების სახსნებელის განადგურება. ხო და აქ ღმერთიც ასე ვთქვათ იგივენაირად ექცევა ფარაონს. გახსოვს? ანუ ფარაონის სახელი და პიროვნება ვაფშე არ არის წარმოჩენილი. მაგრამ სამაგიეროდ ბებიაქალების სახელები არის ჩაწერილი. ხო. ასე ვთქვათ ერთგვარი შურისძიება, ეგრე არაო? ხო და მაგის სახელი საერთოდ არ შესულა წიგნში. და ახლა მინდა გავამახვილო ყურადღება თვითონ სიტყვა ცოდნაზე. როგორ ფიქრობთ? ჩემი ხმა არ გესმის, მოიცა სანდროს ხმა აღარ ესმის. სანდრო, ჩემი ხმა არ ისმის თუ დათოს ხმა არ ისმის? შენი დათო მისმის. მე მისმის შენი ხმა. არ ვიცი, სანდრო გადაწყვეტე შენი ისა. ოკეი. სანდრო ეს კუბოებს და იმას რო აიმაშობა. დაბლოკე რა. ეს მერას ნუკუნურა ვინარი რავი რაღაცა მე ქასი იმას იმაშობა მიდევს ეს არის როგორ გითხრა მუსულმანია და სავარაუდოდ თან ბერძნული ასოებით უწერია კი მაგრამ მე ქასის რა შუაში ხო და კიდე ეს ეწვენის რატოდებენ იცი რატო ინგლისურად წვენი არის juice და ძალიან ჟღერს ახლოს როგორც ინგლისური სიტყვა Jew. ხო, და მაგისთვის იყენებენ. აჰა, მივხვდი. მაიმუნი ხალხია ძა. არ დაიბლოკოს, ხო? ხო, მაიმუნი ხალხია ძა. გამიშდები. ხო, კაი დავით, მერე განაგზა. მე მინდა ასეთ ტერმინზე, ცოდნაზე გავამახვილო ყურადღება. არიცოდა იოსები, რას ნიშნავს ანუ არიცნობდა იოსებს. არიცნობდა, განა რასაც ქვია მის სახსენებელი ანუ გონებაში არცნობას კი არ გულისხმობს ეს. ზიადა, სადაც არის გამოყენებული. ანუ ებრაულად ეს სიტყვა არის ზიადა, ხო? ხო, მე როგორც მე სადაც ხვდება და სადაც ვნახე, ყველგან არის ურთიერთობებში, აღთქმებში და ღრმა ცოდნაში გამოყენებული. კაი, მაშინ გავაგზავნოთ ეს ფუძე, იადას ფუძე რა არის კიდევ? რა სიტყვები მოდის იადადან? აი მაგდენი არ ვიცი. იეჰუდი? ხო? იადა, კიდევ? ელის აწევა, კანდიდება ღმერთის.
ეგ არ ვიცოდი, ეგ არ მინახავს. ცოდნასთანაა დაკავშირებული ესა. მიდი განაგვცე ხო და უბრალოდ ცოდნასთან არა, ანუ ურთიერთობა. ანუ შენაბობ ეს ცოდნა არის ურთიერთობიდან გამომდინარე, ხო? კი, ანუ ახლო ცოდნაზეა საუბარი, ანუ ურთიერთობაზეა, აღთქმაზეა საუბარი. აღთქმა თუ აღქმა? აღთქმაში ურთიერთობაზე, ანუ ეს რაღაცა, ანუ მაგალითად ვინმეს რო ხელს აუძებ ბარეს ეთქვი, მაგეთი არ არის, ანუ შენ რო ახლო ურთიერთობა გაქვს, მაგეთი ცოდნაზეა საუბარი. ანუ აქ არის უფრო თქვათ ეს და არის ეს ტერმინი შეიძლება გამოვიყენოთ, მაგალითად, როდესაც დაბადების წიგნში ვხედავ და შეიცნო ადამა ევა. ანუ თუნდაც. ხო, ანუ ინტიმული კაი გაგებით ვამობ ახლა სხვანაირად. ანუ ეს ნიშნავს ღრმა ურთიერთობები, მეგობრული ურთიერთობები. ანუ აქედან გამომდინარე ჩვენ ვკითხულობთ, რომ ეს ფარაონს არ ქონდა იოსებთან, იმიტომ რომ აქ ანუ ფარაონი ახალი სისტემის მიერ ძველი და შესაბამისად ღმერთისთვლიანი უარყოფაზე მიდის. ისინი ძალით უარყოფენ ამას. ხო, გასაგებია, მაგრამ აქ უკვე შეიძლება შემოგეკამათოს ადამიანმა და გითხრას, კი, მაგრამ იოსები ეგრე 300 წლის უკან იყო და ამ ფარაონს საიდან უნდა ქონოდა ურთიერთობა? ახლა მაშინ როგორ უნდა გავიგოთ ეს ტექსტი ჩვენ? ეგვიპტელები, პრიმიტივები ხო არ იყვნენ, ეგენი ერთ-ერთი უძველესი ხალხია, რომელიც ისტორიას ზედმიწევნით ინახავს. აჰა, ანუ წერდნენ. რა თქმა უნდა წერდნენ. ანუ აქედან გამომდინარე ჩვენ შეიძლება დაუშვათ, მე მგონი რომ ასე გაშალო შენ, რომ ეს ფარაონი იყო ფაქტობრივად გამომდინარე უციგნური. უციგნური იყო თუ არ იყო ეგ საკითხავია, მაგრამ ფაქტია რომ იოსების ამბები მას არ აქვს გამოკვლეული და არ წაიკითხა. ხო და ნახე, მანდ მეორე ვარიანტს ვაწვევი. არ აქვს გამოკვლეული კი არა, ანუ განაცოდნა არ აქვს. ძალით აირჩია რომ არ გქონდეს. აჰა, შენ ამბობ ესე კი, ხო, გასაგებია. ეგ მეორე რაბინის მოსაზრებაა. ძალით აირჩია, იმიტომ რომ როგორც თქვი, ძველი დინასტია მათ ძალით გაყარეს და მას აღარაფერი კავშირი აღარ უნდა გქონდეს ძველთან. ანუ ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ფარაონი შემდეგ ამის შვილი, რომელიც მოსეს დაუპირისპირდა, ამათი ცოდვა არის ის, რომ ჯიუტები არიან და შეგრებულად მიდიან. კი, ეს არის გულქაობის პირველი სტადია, რომელზეც უფალი საუბრობს. რომელი გულქაობის პირველი სტადია? ოკეი, დავაი, თამე საინტერესოა, მიდი. ანაგზეა. ანუ რა გამოდის, რომ იოსების არცოდნა, იადა, ანუ ასეთი არცოდნა ავტომატურად კავშირდება ღმერთის არცოდნასთან. და აი ეს დაიმახსოვრეთ, ბრუნდება მერე. თვითონ ფარაონის ვეპირითვე. ხო, მე არ ვიცნობ ასეთ ღმერთს. ოკეი. და რა არის ეს სახლის უარყოფას ცდილობს? გავუსხაზე და ტექსტი აშკარად აჩვენებს, რომ ეს სახლი თლიანად ცდილობს ამოშალოს ისტორია, რომელიც უკავშირდება ძველ დინასტიას, იოსებს და შესაბამისად აქედან გამომდინარე ღმერთს. მერე ასეთ სურათს ვაწყდებით. ამ მონაკვეთს ასე დავარქვათ, რომ შევიწროება და ომი ქმნილებაზე. ახლა დამჭირდება წაკითხვა, რომლიდან დავიწყოთ? დავიწყოთ გამოსვლა 1:7 ჯერ დამიგითხეს. ისრაელის ძენი კი მომრავდა მრავალრიცხოვანი შეიქმნა მეტისმეტად გაძლიერდა და აღივსო ის ქვეყანა მათით. ეს ენა, ეს სიტყვები მაგალითად ბარო, ვაიშრეცო, ვაირბუ, აი ეს სიტყვები გახსოვს სად არის პირველად? მე ბიჭო ასაგიან კაც რატომ მეკითხები ესეთ რაღაცებს? თქვი? ვატიმაელ ჰარեց ისრაელ. ხო. იაკობს ისრაელასენ ხო და დასაწყისი დაბადების წიგნი, მოკლედ რა, ყველაფრის ამოსავალი არის იქ. ხო, დაბადების წიგნში ვიცი რო არის. ეს არის მანამდეა, ეს არის ანუ ქმნილების შესაქმის ის ენა არის, იმრავლეთ და ინაყოფიერეთ, გახდით დიდიერი. და ამ შემთხვევაში ფარაონი გამოდის როგორც ქმნილების შექმნის მოწინააღმდეგე. ანუ უფლის კურთხევა, ერთხელ გვაქვს უფლის კურთხევა
და მეორე მხარეს ფარაონი, რომელიც ჯიუტად ეწინააღმდეგება უფლის კურთხევას. იმიტომ რომ მე რო გადავალებ თვალს, ნახავთ როგორ დინარეში რომ უბძანა რომ დინარეში ჩაეყარა ვაჟები. კი. და ანუ როგორ არის დასაწყისში ღმერთმა მიწა ხმელეთი გამოყო წყლიდან და ეს კიდე უკან აბრუნებს სიცოცხლეს წყალში, ქაოსის წყალში. ანუ ეს იმათ ცოტა მხატვრულად რო შევადაროთ რა. ხო, მაგრამ შეიძლება კიდე ნილოსეც ნილოსეც კი. ნილოსის ეგვიპტის თავარი ღვთაებრივი ისაა. ნილოსი არის ეგვიპტის ღვთაება ჰაპი. ჰაპი ქვია. და ანუ შენ ახლა უყურე რო შევაჯამოთ, შენ ამო პირველი ეს არის არცოდნა, არჩევანი გააკეთა რომ არცოდნოდა და მეორე არის ის რომ ღმერთის ქმნადობას, კურთხევას დაუპირისპირდა ამ არცოდნის გამო. კი ბატონო, მაგრამ ჯიუტი არცოდნა არის, განზახვით არცოდნა. ხო, ეს მისი არჩევანია, ანუ ამ არჩევანმა გამოიწვია, ანუ პირველი რაც რომ მან ჩემი ვერდიქტით ეს მძიმე მდგომარეობა, იმიტომ რომ მახსენებს ფარისევლების დამოკიდებულებას იესოს მიმართ. ხო, მაგაზე მე ცოტა გვიან ვილაპარაკო, მე გეუბნები ახლა, რომ შენ გავიგო, შენი პოზიცია რო გავიგო, რო შევკრათ ახლა. ანუ ფარაონის ამ არჩევანმა გამოიწვია მიზან შედეგობრივი კავშირი კი. გამოიწვია ის დაუპირისპირდა ისრაელის გაძლიერებას, გამრავლებას და აღსებას. ის რაც დაბადების წიგნშია, რომ ასაგები. და სიმართლე გითხრა, ამათი მინუსი ისიც იყო, რომ იოსებს ანუ თვითონ ისრაელის მინუსი ის იყო, რომ იოსებს არ უსმინეს და დრო რომ მოვიდა არ დატოვა ეს ტერიტორია. ანუ შენ უკვე ყვები მიდრაშის ამბებს. ძალიან არ შევეხები, უბრალოდ უნდა მეთქვა, რომ მარტო არა, თქვი ხო, მე შენ გამოიყენე ნებისმიერი წყარო, მაგრამ თქვი რომელი მიდრაშია, რომ ხალხმა იცოდეს. მიდრაშს არ ვამბობ, ანუ პირდაპირ წერია იქ, რომ იოსებმა ხო უთხრა, რომ უნდა წასულიყვნენ ტერიტორიიდან, მაგრამ არ წავიდნენ ესენი. არა, იოსები ეუბნება, როცა ღმერთი მოგხედავ და გამოგიყვათ, თუ მეც ჩემი ძვლები წაიყვანეთო. ხო, უბრალოდ ძვლებზე იყო იქ საუბარი, გამიყოლეთო. ხო, გამიყოლეთო. ნუ, მაინც არის ეს წინააღმდეგობა, რომ ეგვიპტეში დაიმკვიდრეს ამოთმა და იმ ცნებას არ გაყვნენ, რომ მთელი მიწა უნდა დაეფარათ. კი, სანდრო, მასია. ხო, სანდრო, კი. ნიმროდის ბრძანებას რო იმასქნეს. გაყვენ, ბაბილონელის გოდოლის აშენების დროს. იმას ხვდება სანდრო. და განაგზავნეთ შემდეგ რამოდის. კი, გადავიდეთ შემდეგ ადგილზე. ესე იგი, როგორც თქვით, ანუ ნილოსში ბავშვების ჩაყრა, როგორც ფარაონმა გააკეთა, არ იყო უბრალოდ მაგალითად და რამე სასჯელი, ეს კერპსახურებაც იყო, მსხვერპლთა წირვა იყო ერთგვარი ამასთან ერთად. იმიტომ რომ როგორც ვიცით, ნილოსი არის მათი დიდი ღვთაება, ჰაპი და მათ ბავშვები პრაქტიკულად შეწირეს. ეს იყო კერპსახურება და მკვლელობა ერთად. მოდი შეგაწყვეტინებ სანდრო ის რა ქვია. დავით, რა მაინტერესებს? ეგვიპტურ რელიგიაში იყო ესეთი რიტუალი ბავშვების წირვა ნილოსზე? ასეთი რიტუალი არ იყო. ეს მე არსად არ შემხვედრე ამას რიტუალი. ეს იყო ექსკლუზიური ამბავი, მაგრამ ანუ ფაქტია რომ მაინც ის არის ჯდება, იმიტომ რომ ნილოსი მათთვის არ იყო უბრალოდ მდინარე. ის იყო ღვთაება, რომელიც სიცოცხლეს აძლევს მთელ ეგვიპტეს. დასაგებია სიცოცხლეს უაზრებს, მაგრამ თუ მტრებით გაივსება ნილოსი, ტარს ხო თავისი დალპება და ის ხო ბაქტერიებს და იმას გამოყობს. ამით ნილოსი მოიწამლებოდა, თევზები მოიწამლებოდა. ხო და ეს ცოტა არ იყოს, ამიტომ გეუბნები, გეკითხები. ხო, ანუ ვიცი, ანუ მაგათ კეთოყვანისელობას მე დიდად არ ჩავძიებული ვარ, უბრალოდ ასეთი დასკვნა გამოვიტანე აქედან, როგორ ანუ ვიცი მათი დამოკიდებულება ნილოსზე და ვიცი რა გააკეთა და უბრალოდ დასკვნა არის, არაფერი ღრმა ჩაძიება მანდ. ოკეი, კაი. მერე პირველი შეწინააღმდეგება ფარაონის, ასე ვთქვათ, სიგიჟის ჩნდება იმაში. ბებია ქალების მიერ. როგორც წერია, ბებია ქალებს ეშინოდათ უფლისაო.
ხო. ნახე, ანუ პირდაპირი პასუხია ფარაონის მიმართ. ფარაონი ჯიუდად არ ეშინოდა უფლისა, ამათ კიდე ეშინიათ უფლისა. და ამათი სახელი შემორჩა ფარაონისგან განსხვავებით. ბიბლია ამას პირდაპირ წერს შიგნით სახელებს. იმიტომ რომ ღმერთი ამ ყველაფერს ხედავს. და ნუ იმას თავისთავად ეს შიში იმაზე არის საუბარი, რომ ვაიმე ღმერთი და რა გვეშველება პირიქით, ანუ ეს შიში არის ის შიში რო იაზრებ ვინ არის უფალი. და ისინი უფლისანი იყვნენ, ამიტომ დაემორჩილნენ და ფარაონს აუჯაღდნენ და უარი თქვეს, ასე თქვა, ხრიკი გამოიყენეს ბავშვების მოკლაზე. ვარი თქვეს. კი, უარი თქვეს. ხო. აქტიურად მოატყუეს. ფარაონს. და ბიბლიაში რა გვხდება? ანუ ფარაონის და მისი, ანუ ზოგადად ეგვიპტის დამოკიდებულების საწინააღმდეგო. ფარაონის სახელები ამოშლილია, ფარაონის სახელი ამოშლილია, მისი სახლის სახელი ამოშლილია და ამ ქალების სახელები შეტანილია. ანუ უარყო. აქ არის ერთი რამე, უყურე. არ ვიცი შენ გაამახვილე თუ არა ყურადღება. არც ბაბილონის გოდოლის მშენებარე ნიმროდის სახელია იქ დაწერილი. და არც ფარაონის, იმიტომ რომ ნიმროდიც და ფარაონიც ბიბლიური თეოლოგიის მიხედვით ეს არის სისტემა. აქ არ შეიძლება რომ კონკრეტული ერთი პიროვნება იყოს. აქ არის სისტემა. და მერტი დაუპირისპირდა სისტემას და არა კონკრეტულ ერთ პიროვნებას. უბრალოდ ფარაონი აქ ფარო ივრითულად რაც არის ეს არის კრებსითის სახელი. არა, კი ბატონო, იყოს მან დიდი მნიშვნელობა იმას არ აქვს პიროვნება ის თუ უბრალოდ მათზე დიდად ყურადღება არ არის გამოახვილებული რომელი დინასტია, ასე თქვათ. თავისთავად, ხო. უბრალოდ ნახსენებია რომ ესენი იყვნენ უფლის მტრები და მათი სახელები არ არის მნიშვნელოვანი. ხო, მოე თავისთავად. ესე იგი, ნახე, მე უფლის ირონიას შეხედე. ფარაონი რასაკეთებს, ანუ გასცემს ბრძანებას, რომ დინარეში ნილოსში გადაყარონ ისრაელის პირმშოვები, ბიჭები, ჩვილები და უფალი რასაკეთებს, თავის ხსნელს ამ ნილოსზე ატივტივებს მაღლა. ხო. ისრაელისთვის მოვლენილ ხსნელს და ფარაონის კარზე ზრდის, ფარაონისვე ფინანსებით. ანუ ეს მე ვფიქრობ, რომ ირონიულად მოექცა ღმერთი. ეს არის ღმერთს აქვს ჰუმორის გზნობა. კი. თან უფრო მაგარი, კაცო. თავისი და ხო გაყვა და ფარაონის ასულს აღაზრდებინა მოსე ისევ დედამისთან. ხო, ნუ არა, ღმერთს აქვს ჰუმორის გზნობა. და ანუ ეს სიტყვა კიდე კალათა რაც არის გამოყენებული მოსეს კალათაზე, სულ ორგან ხდება როგორც მახსოვს. კი, ერთი არის თვითონ ნოეს კიდობანი. ტეივა. ნოეს კიდობანი და მეორე არის ეს კალათი, სადაც მოსე არის. ნუ ახლა კავშირები მე თქვენ დამოუკიდებლობთან შეგიძლიათ გავალოთ ნოეს ავიღოთ, აი მაგალითად ნოე, განსჯის წყლები, ზევიდან ტივტივი. ეს ესენი კავშირდება ერთმანეთთან, მაგრამ მან არ უგინა რა ჩასვლა ახლა. და აქედან პატარა პარალელიც არსებობს, მაგალითად როცა სტეფანე ესაუბრება თავის დამკითხველებს, მთელ кейსს ამაზე აგებს იესოს და მოსეს და კავშირისთვის. რომ თქვენ უარყავითო, როგორც თავისივე ხალხმა ეგვიპტეში გახსოვს, მე ვთქვი რომ გამოვიდა მოსე უარყო. ანუ ვინ დაგაყენა ჩვენზე მართლად და მსაჯულათო. ხო, რიცხვად წინში წერია. და აქედან უკვე მინდა რომ ნელა დავიწყოთ დაკავშირება იესოსთან მოსეს ამბისა. ოკეი. ამის საკითხვა არ არის საჭირო, იმიტომ რომ ამ ადგილებში მაგალითად სტეფანე აკეთებს პირდაპირ პერიფრაზირებას, რაც მოხდა მან. მოკლედ რო თქვა. რა, საბა მითხარი კონკრეტულად. არა, ანუ პირველად რომ მოსე გამოვიდა, დაინახა რომ თავისიანი შევიწროებაში იყო და ეხმარა. მეორე რომ გამოვიდა, დაინახა რომ ეხლა უკვე თავისიანები ორნი ერთმანეთში გამათობდნენ და ისევ გაშველება სცადა და უარყოფილი იქნა და რომ გაიგო, რომ ანუ ეს ხმა გავარდნილია უკვე რომ მოკლა ეგვიპტელი ზედამხედველი თუ ის დიდებული კაცი ვინც იყო. ანუ გაიქცა, დატოვა ეგვიპტე, დროზე გაასწრო ფარაონს.
და იცხოვრა მიდიანში იცხოვრა, ხო, როგორც პასუხი? კი, იქითკენ მიდიანში იცხოვრა ერთი ჩვეულებრივ წემსა და აქაც შეგიძლია პარალელი გააკეთო, როგორც იესო მოვიდა ჩვენთან და ჩვენ შორის როგორც ერთი ჩვეულებრივი პიროვნება ისე იცხოვრა. სანამ იმ მოწოდებას დაიწყებდა, რა მოწოდებაც ჰქონდა. ასევე მოსემაც რა მოწოდებაც მიიღო მე ეგვიპტისკენ, ეგვიპტეში თავის ხალხის გამოხსნისთვის. ეხლა თვითონ შემოთის უყურე რა მომენტია მე მინდა რომ ეს მიხვდე შენ. მაგალითად გამოსვლის მეორე თავის მე-12 მუხშას ეწერია. მოიხედა ვერანუ ვერ დაინახა, მოკლა ეგვიპტელი და ქვიშაში ჩაფლა. კი, ანუ მაგაზე უბრალოდ არ გამოვახვიე ყურადღება, თორე ვიცი რასაც ამბობ, რომ მოიხედა ვინმესთვის კი არაო, არამედ ორივეს შეხედა და ამოირჩიაო, მაგას ამბობ არა? არა. ებრაულად ორიგინალში წერია, უყურე ამ კონტექსტით როცა ჩვენ ვკითხულობ, მოიხედა ვერანუ ვერ დაინახა, ნიშნავს რომ შველელი ვერ დაინახა. ამ გამოსარჩევდა ამ პიროვნებას. აჰა, რომელიმე მიდრაშია ეგეც? არა, ეს ტექსტი იურითული ასეა. Просто ეს თარგმანი არის ტენდენციური, ხო გითხარი რომ ყველა თარგმანი ეს არის გარკვეული წილად კომენტარი. აიგე? მოიხედა ვკითხულობთ, ორიგინალში წერია რომ მოსე ეძებდა მშველელს, რომ ვინმე დახმარებოდა ადამიანს, მაგრამ ვერ დაეხმარა. ამიტომ პარალელი იესოსთან. ოკეი. ესაა გახსოვს? ვინ გაგზავნოთო? ვინ წავალო? მე ვარო, მე წავალო, აჰაო. ეს პარალელი, როსაც მოსე უყურებს, მოიხედა, მოკლედ ვერანუ ვერ დაინახა. ოკეი, გასაგებია ეს თამბობ. დები? ანუ ჩვენი თარგმნით რომ ვკითხულობთ, მე ამაზე მაქვს ვიდეო და მე ალბათ რომ გავნაგზო ჩვენ დანარჩენი გაკვეთილებში ამას გამმართავ მე ადგილებს რომ უბრალოდ რა მომენტებია იცი ძალიან ბევრს გონია რომ მოსემ ფიცო გადაიხედა გამოხედა მოკლა ჩაფლა ხო და გაიქცა ეგ ასე არის ხო ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი ორიგინალი ტექსტი ბოდიში განაგზავნა არა ბოდიში კაცო ხო პარალელები იესოსთან ამიტომ გითხარი შენ რო თქვი ახსენე პარალელები იესოსთან ამიტომ მე გითხარი რომ ეს ერთ-ერთი ადგილია რომელიც გვეხმარება დავინახოთ იესოსთან პარალელები და თვითონ მეორე თავი ანუ ფარშა შემოთის ესე მთავრდება რომ პრაქტიკულად ასუხობს პირველი თავის მეორე მუხლში წამოჭრილ თემას რომ რა ქვია ფარაონმა არ იცის იოსები არ იცის ღმერთი მაგრამ ღმერთმა იცის ისრაელი როგორ მთავრდება ნახე ღმერთმა გაიგონა ღმერთმა გაიხსენა ღმერთმა დაინახა და ღმერთმა იცის იადა ესე ვაიედა ელოჰიმ გაიგონა ღმერთმა მათი კნესა გაიხსენა ღმერთმა აბრაამთან ისააკთან იაკობთან დადებული აღთქმა მოხედა ღმერთმა ისრაელის შვილებს და იცნო ღმერთმა ისინი იცნო იცის აი ვაიედა ზუსტად იგივე ის არის გამოყენებული რომ და ამაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება რომ როცა წერია რომ ღმერთმა გაიხსენა განარამე დაავიწყდა ო თავისთავად ხო ანუ რამე რამე კი არ დაავიწყდა ანუ მე უი ჩემი ხალხი თურმე რა დღეში ყოფილა და მოდი ეხლა დავეხმარები არა უნდა გავიხსენ უნდა გვახსოვდეს რომ ბიბლია არის მოქმედებების წიგნი ხო და როცა ბიბლია ამბობს რომ ღმერთმა გაიხსენა ეს რაღაც აბსტრაქტულ გახსენებაზე არ არის საუბარი არამედ მიანიშნებს ზუსტად იმ საქმეზე რაც გააკეთა შემდეგ ღმერთმა გახსენება იყო ეგ რომ ეგვიპტიდან გამოიყონა თავისი ხალხი ხო ანუ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რომ კითხულობ ბიბლიასთან რო წერია რომ მაგალითად ღმერთმა გაიხსენა თავისი აღთქმა გაიხსენა რაღაცა განა დავიწყებული ჰქონდა არა უბრალოდ საუბარია იმაზე რომ აღასრულა ის დანაპირები ანუ შენ ამბობ რომ ეს გახსენება რომელიც არის მან ჩაწერილი ეს ნიშნავს უბრალოდ გახსენებას ხო გახსენებას როგორ თქვა ღმერთის მოქმედებას აღწერს
ღმერთმა რომ ისრაელი თავის ტკივილისგან დაიხსნა, გამოიყვანა ეგვიპტიდან. ეგ არის გახსენება. ხვდები რას ვამბობ? კი. ოკეი. აბა რა სიტყვა ეგა? რომელი? გახსენება არ მახსოვს ეს სიტყვა. აკა უნდა ეს არის ივრითული სიტყვა ზაქარ, ზიქროთ, ხსონა. რაც ნიშნავს გახსენება, ხსონა. ეს ნიშნავს რომ შენ იცავ შენ სიტყვას. ანუ აქ შეიძლება ვთქვათ რომ ღმერთმა როდესაც კი, მაგას ვამბობ, რომ ანუ ღმერთმა თავის დანაპირები აღასრულა. ხო, მაგრამ აქ არის უკვე რა მომენტია აღასრულას ნიშნავს, აი როგორ გითხრა. აი როგორ თქვა? ღმერთს მუდამ ახსოვდა და ამ ხსოვნისთვის რაღაცას ახსენებდა, აი რო თქვა. აი შენ რაღაცა რო გაიხსენო, ვარ დაგავიწყდეს, რას აკეთებ? რავი, ხშირად უბრუნდები. რაღაცა ნიშანს ხო იტოვებ, რომ შენ რაღაცას გახსენებს. ანუ ჩაინიშნავ, ჩაიმასიზამ. კი ბატონო, მაგასაც ვაკეთებ. ხო და რაც ნიშნავს ეს ჩანაწერი, რა არის ღმერთის ეს ჩანაწერი რო ახსოვს? ჩანაწერი არის ღმერთისთვის რო ახსოვს? ო, აი ეს მინდა მაგას ჩაწყვე მაგაზრს. ღმერთისთვის ჩანაწერი რა არის? ანუ რავი, თითოეულის გამოხატულება, რომელიც ყველა ეტაპზე გვხდება. აღთქმა, აბრაამი, ისააკი, იაკობი, ეს არის ჩანაწერი ღმერთის. მიხდი ახლა? მოიცა. მაგრამ ეგ აღთქმა, იმაზე ამბობ, რომ იგივე აღთქმას უმეორებს, თაობებს, მაგაზე ამბობ? ხო, ეს არის ის, რაც ღმერთისთვის შენ რომ მიხვდე, რას ნიშნავს ღმერთს, აი ზიქარო ნიშნავს, აი ზაქარ, რას ნიშნავს გახსენება, ზიქო. და ანუ ეგ იგივე ეს ნიშნავს, რომ ანუ ღმერთი არწმუნებს ამათ, რომ ნუ გეშინია არ დამივიწყებიაო და პირობას დავდეო. იმიტომ რომ მე მახსოვსო ნიშანი მყავსო აბრაამი, ისააკი, იაკობიო. კი, მასეც ეცნობა მე ვარ აბრაამის, ისააკის, იაკობის ღმერთიო. მოსეს ამიტომ ეცნობა, იმიტომ რომ ეს იყო ნიშანი როგორც მოსესთვის, ებრაელი ერისათვის, ეს ნიშანი არის ღმერთისთვის. და მეორე ნიშანი რაც ჩვენ გვაქვს, ახლა ჩვენ ხალხს მორწმუნეს, ვინა ეს ნიშანი? ქრისტე არის, რა თქმა უნდა. всё, გოლგოთის ჯვარზე, რაც იესო ქრისტე გააკეთა. და წმინდაში იესო ქრისტე რას აკეთებს? შუამდგომლობს ჩვენთვის. შუამდგომლობს. ის არის ის ზიქარო, რასაც ქვია, ის ასაც ახსენე, აჰა. ახსენე. ვები ოკეი. და ახლა პარალელებია აქ? კი, რა თქმა უნდა. მაგას ვამბობ, რომ მთელი ტექსტი უფალზე მიანიშნებს ყველაფრით აბსოლუტურად. ხო, აი ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ახლა კიდევ რამეს დაამატებ, თუ უკვე დაამთავრე რამე? არა, ჯერ დამთავრებია. მიდი აბა მაშინ. ვაი და ელოჰიმ, ვიცი მათი ტანჯვა. ხო. ანუ მაგასთან კავშირდება და ეხლა როგორ იცის, ანუ საიდანვე უყურებს? არა. უფალი ყველგან არის. და ამაზე ერთ-ერთი ძალიან მომეწონა შემოთრაბაში წერია როგორ იცის უფალმა მათი ტანჯვა. ანუ რაც ქვია ხო, რო იცის. შემოთრაბა ეს მიდრაშია. ხო. მოდი აბა ჯერ პატარა ადგილი წავეკითხოთ. მოდი ის წაიკითხე. გამოსვლის 2:23-25. 23 გავიდა დიდი დრო, მოკვდა ეგვიპტის მეფე და ისეკვნესოდა დამონებული ისრაელის შვილები, რომ მათი გოდება ღმერთს მიცდა. გაიგონა ღმერთმა მათი კვნესა და გაიხსენა ღმერთმა აბრაამის, ისააკს და იაკობთან დადებული აღთქმა. მოხედა აი ზუსტად იმის შეჯამებაა, რაზეც ვლაპარაკობთ ახლა. ხო, მაგი გითხარი. მოხედა ღმერთმა ისრაელის შვილებს და იცნო ღმერთმა ისინი. ვაიადა, იცნო. ვაიადა. კი. ეხლა მოდი გადავიდეთ 3:1-15 წავიკითხოთ. ეს უკვე გამოცხადება. რამხელა ტექსტია ბიჭო. არ უნდა ამხელა. ფინანსობრივად მოყვეთ. ნუ, მოკლედ რო ვთქვათ, ეს არის მომენტი, როცა მოსე მიდიანში მსახურობდა იტროსთან თავის სიძესთან კი არა, სიმამრე გამოდის. სიმამრე არ გამოდის? ხო, სიმამრე. და მწყემსავდა რა, სხვას და ხორების თაზე რომ მოხდა, გამოეცხადა უფლის ანგელოზი
ბუჩქიდან, მაყლონის ბუჩქი, როგორ ეწერა მაყლოვანი ბუჩქი, თუ უბრალოდ ბუჩქი, ხო. ხო. და გაოცდა რომ ბუჩქი არ იწოდა. ცეცხლი ეკიდა, მაგრამ არ იწოდა და დაინტერესდა და მოდი მივალო. აქ ერთი ისიც არის, რომ ამბობს რომ მას ეჩვენა ანგელოზი. ასეთ რამეს ამბობენ, რომ მას ეჩვენა იმიტომ წერია, რომ სხვებიც იყვნენ, მაგრამ მარტო მოსემ დაინახაო ანგელოზი. ეგ მიდრაშია. ხო, ხო. ეგ მიდრაშია, როგორც აბრაამმა დაინახა მარტო ისააკი. როცა მისმა ისმა ვერ დაინახა. მოსე, ეს დიალოგი შესაძლოა შეგვიძლია გამოვტოვოთ, მაგრამ იქ ადგილზე რომ დადგა მოსე და რო გაიგო რომ აბრაამის, ისააკის, იაკობის ღმერთია, დაიფარა თავი. და უკვე აქ ღმერთი უცხადებს ვინ არის, მაგალითად რო უთხრა რომ წავდგებიო ხალხის წინაშე და უთხრა ვინ ახარო შენო. და ღმერთი უბნება რომ ეჰიე აშერ ეჰიე. მას ნიშნავს ძირითადად თარგმნია როგორც მე ვარ ვინც ვარ, მაგრამ არის მეორე თარგმანიც, რომელიც არის მე ვიქნები ის ვინც ვიქნები. ხო, ეგას ყველაზე სწორი თარგმანი. ხო? ხო, მე ვიქნები მათთვის ვინც ვიქნებიო. და ეხლა საინტერესო მომენტია რომ რატომ მაინც მაყულის ბუჩქი. ეს ერთ-ერთი საწოდავი ბუჩქი, რომელიც არის ეკლიანი. ასეთი, ზუსტად შემოთხრობაში ესეთი მოცემულობა ამ თემაში ეჭედნენ რატო და მოკლედ რო შევაჯამოთ, შეგვიძლია რას ამბობენ. ამბობენ იმას, რომ არ არსებობს ადგილი, რომელიც უფლის მყოფადობისგან არის ცარიელი. და ამაზე მიუთითებს ზუსტად, როგორც ბუჩქი არის ხეებს შორის ყველაზე უმცირესი, ისრაელიც ეგვიპტის ქვეყანაში ყველაზე დამცირებული იყო და უფალი ამით მიანიშნებდა, რომ გეშინია, არ დამგვიწყებიაო მე ისრაელი. ხო. და რატომ ეკლიანი ბარდიო? იმიტომ რომ როგორც ჩიტი შეფრინდება ეკლიან ბარდშიო და დაუზიანებელი არ გამოდისო, მე ისრაელის ტანჯვა ვიციო. ყველაფრის მომწდე არის უფალი, ყველაფერში მონაწილეა. ისრაელთან ერთად დგას, ასე ვთქვათ. მის ტანჯვაში. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აქ უბრალოდ სადმე უფალი იჯდა და მე გაახსენდა, მაგაზე არ არის საუბარი. უფალი ყოველთვის თავის ხალხთან არის. და შესაბამისად მინდა ვთქვა, რომ როცა უფალი ამბობს, რომ როგორ ამბობდა, და მე თქვენთან ვარ სამყაროს აღსასრულამდე თუ დროის ასასრულამდე, სადმე შორიდან კი არ გვიყურებს, არამედ ყოველდღე ჩვენთან ერთად არის. და ხო, ერთ-ერთი შემოთხრობაში კიდე ერთ-ერთი განმარტება, რომ რატო ეუბნება ამ სახელს მე ვიქნები ვინც ვიქნები. ესეთ შეჯამებას აკეთებენ, რომ უფალს ერქმევა სახელი იმის მიხედვით, რასაც აკეთებს. უწოდებენ სახელს, ხო, მოქმედება, იმიტომ რომ მისი ეს სახელი როგორც წარმოთქვა სუპერულად არის მისი მყოფობა მოქმედებაში. უბრალოდ სადმე ყოფნა კი არა, ის მოქმედებს მუდამ. ხო, სახელები რო ვთქვათ ებრაულ ტრადიციაში, ეს ნიშნავს გამოხატავს მის იმას, მოქმედებას და მის მისიას. აჰა. რა მისია აკისრია? კი. მაგალითად ერთ-ერთი მაგალითი რო იყოთ, როდესაც ჰაგარი უდაბნოში აღმოჩნდა თავის შვილთან ერთად, რომ ელოდებოდა რომ უკვე მოკვდებოდა, გამოეცხადა უფლის ანგელოზი და რას ისაუბრა და მაგის მე რას უწოდებს უფალს? ელროი. უფალი რომელიც მხედავს. ხო, მოქმედება. შემდეგ მოდი ეს ამასაც გავუსვათ ხაზი 4:22-23 რას ამბობს ისრაელზე ღმერთი. ისრაელი არის ჩემი პირმშო, გაუშვიო. 4:23? აჰა, 4:22-23. უთხარი ფარაონს ასე ამბობს თქო, უფალი ჩემი ძე პირმშოა ისრაელია. ამიტომ გეუბნები გაუშვი ჩემი ძე, რათა მემსახუროს. თუ არ გაუშვებ, აჰა მოგიკლავ შენს პირმშოს. ეს ცალკე დიდი თემაა კიდე, რომელზეც უკვე შემდეგ თავებში ვისაუბროთ, მაგრამ პირმშო მინდა დაიმახსოვროთ, იმიტომ რომ ჩვენ უფალთან კავშირდება ესეც ძალიან კარგად. ხო, პირმშო. პირმშო. რას ნიშნავდა პირმშო? რას ნიშნავდა და იმას ნიშნავდა, რომ ის არის როგორ თქვა, მამასთან ყველაზე ახლო მდგომელი და მამის გამგრძელებელი, ასე ვთქვათ.
მემკვიდრე, ხო? ანუ ის უბრალოდ მემკვიდრე კი არა, არამედ ის მამა რასაც წარმოადგენს, იმ ყველაფრის გამგზელებელი. ხო, ის აკეთებს მამის საქმეს, აგრძელებს. ისაც მამამ დაიწყო. კი. და ამის მერე მივიდივართ აი ამ საკვანძო ადგილზე, რომ უკვე ფარაონი თავისი პირით ამობს რაღაცას. აბა გადადი გამოსვლის 5-ის 1-2 ნახე. ამის შემდეგ მოვიდნენ ფარაონთან მოსე და აჰარონი და უთხრეს: "ასე ამბობს უფალი ისრაელის ღმერთი, გაუშვით ჩემი ხალხი, რომ დღესასწაული გამემართოს უდაბნოში." და თქვა ფარაონმა: "ვინაა უფალი, რომ ვისმინო? მისი ხმა და გაუშვოს. არც უფალს ვიცნობ, არც ისრაელს გაუშვო." ოპა, აჰა, თავისი პირით ვეთქვა უკვე, რაც დიაგნოზი დავუსვით წინასწარ. არ ვიცნობ უფალს. ისე კი, იადაზია ისე საუბარი, იგივე ის არის. მე არ აღიარებს უფალს, ამიტომ ცოტა მაგრამ ესე მთავრდება ეს შემოთქმის წიგნი 6-1, რომ ახლა ნახავ რა გაუკეთებ ფარაონს. არა, მოცოდა მე ისტორიულად შევავსებ, მაგალითად კი, არ არის პრობლემა. ებრაელი რაბინები ამბობენ, რატო ამბობს ფარაონი, მაგალითად ამასო არ ვიცნობ. იმიტომ რომ მაშინდელ დროში უნდა იცოდეს შენ, რომ 70 ერი არსებობდა. 70 ერი, ანუ 70 ეროვნება, ეს ახლა დაყოფილი რომ იმდენი არის, მაგრამ მაშინდელ დროს, როდესაც მოსე იყო, 70 ერი იყო და ამ 70 ერს ყავდა 70 ღმერთი. საკუთარი. ნუ ეს მიდრაშია, რო იცოდე. ხო. მიდრაში გვიყვება, რომ ფარაონმა ამ 70 ღმერთის სახელებით იცოდა. მაგრამ ისრაელის ღმერთს არ იცნობდა. აიგე? რას გეუბნება, ისე ძალით არ აღიარებაზე მიდის ისე. ო, ისევე ის პირველ თავში ჩვენ ვხედავთ, რომ მან ის არ იცნობდა იოსებს, რადგანაც წაშალეს ის მან გააკეთა არჩევანი, რომ დაევიწყებია იოსები და თელი მისი, რასაც იოსები წარმოადგენდა, აი ესეთი ისაა ზუსტად, რომ აქაც ფარაონი აკეთებს, ამან გამოიწვია ის, რომ ფარაონმა საერთოდ არ იცოდა ვინ იყო იუთხეი ვავხეი, იმიტომ რომ აქ წერია. არ ვიცნობო, ისა რა ქვია. ვინა უფალი რომ გაუშვო. ანუ ის არ იცნობდა უფალს. შეიძლება ელოჰიმი იცოდა, მაგრამ ის მან არ იცოდა ამ უფლის მიერ. მან უფალი ურთიერთობაში არ იცოდა რა თქმა უნდა. იმიტომ რომ შეყურა მომენტია. ჩვენ უნდა გავმიჯნოთ. ელოჰიმ ეს არის ღმერთი, რომელიც კანონმდებელია და საჯული ღმერთი. საჯული, ხოლო იუთხეი ვავხე ეს არის ღმერთი, რომელიც მოწყალე ღმერთი. ხო, მოწყალე და ამ მოწყალეს ჩვენ ხდებით ურთიერთობებიდან. კი. ზუსტად. ანუ ეს არის მინიშნება ზუსტად რომ ფარაონი ამბობს რომ მე არ ვიცნობო იმას რა ქვია. კი, ანუ ხო, მისი წყალო, ანუ მასთან ურთიერთობა არ აქვს. მაგრამ იცის ასე თქვა არსებობა, მაგრამ ურთიერთობა არ აქვს. და არც უნდა. ხო, ელ-შადაი ნიშნავს ზუსტად სისავსეს ღმერთი. ვინ არის ვინ დღეს ჩამთერ მაინტერესებს. თემა დავამთავროთ და მე კი ბატონო. ხო. მიდი. ხო და ასე ვთქვათ, განათლების რეფორმა მოდის ფარაონისთვის მერე. ახლა ნახავთ რას უზამ ფარაონს ღმერთი. ანუ საკვირაო თავი მთავრდება აქ ზუსტად. და მაგით რომ მთავრდება, სანამ ბოლომდე დავასრულეთ, ერთი რაღაცას ვიტყვი, აი მაგალითად. ხო. ეს ერთგვარი, ანუ თვითონ ეს შესავალი არის სეტაპი იმისთვის, წინასწარმეტყველი როგორც მოსე მაგ თემისთვის. აქედან იწყება, ანუ იმდენი პარალელის გაკეთება შეიძლება რეალურად, რომ რავი. ხო. მაგალითად მათეს ჩვილობის ნარატივი პირდაპირ შემოთის გამეორებაა, რასაც ქვია. კავშირები არის მეფე ხოცავს ებრაელ ბიჭებს, ბავშვი გადარჩება, მერე ანგელოზი რო ეუბნება, დაიხოცნენ ყველანი ვისაც მისი მოკლა უნდაო დაბრუნდითო ისრაელში. აქაც მოსესაც იგივე ეუბნება, რომ ყველა შენი მდევნელი დაღუპულიაო, დაბრუნდიო. ანუ პარალელს აკეთებს პრაქტიკულად ერთ-ერთში. ხო, იესოზე. კი. და ისიც, ნახე, აი ძერატო დაიმახსოვრეთ მეც კიდე რომ ესეც წინასწარმეტყველება ოსიაში ეგვიპტიდან მოუხმე ჩემს ძეს. მათე ამაზეც უსმენს ხაზს.
და ეს ყველაფერი თავიდანვე ჩადებულია, რომ იესოზე მიანიშნებს. ანუ უფალი უბრალოდ არ ამბობს, რომ ძე კი ისრაელი მის ძეთ ითვლებოდა, მაგრამ ამას უფრო ღრმა უკანაშრეებიც აქვს. რომელიც ისევ და ისევ ჩვენს იესოზე მიუთითებს. და ანუ სახელი ეს ეჰიე იმახ და იმანუელ როგორ არის ანუ მათეში დარგრას დაარქმევო ქალწული შობსო ჩვენ არც ღმერთი და ჩვენთან არც ღმერთი და ასე ამთავრებს უფალი ზუსტად მათე სახარებაში მათე თავის ნარატივის უფლის შესახებ ასე ამთავრებს და მე თქვენთან ვარ ყოველთვის ხო მე ვიქნები თქვენთან კი მე ვიქნები ყოველთვის თქვენთან ეგ ანუ იგივე ზუსტად იგივეა ღმერთს ახსოვს თავისი ხალხი ღმერთი ყოველთვის თავის ხალხთან არის არა საიდანვე დისტანციურად არამედ გვერდით პირდაპირ და ანუ მონაწილეობას იღებს როგორც ჩვენს სიხარულში ასევე ჩვენს ტანჯვაში არ არის ვინმე განზე განყელებული ღმერთი არამედ ცოცხალი ღმერთია რომელიც მოქმედებს მუდამ დაამთავრე ისე იგი კი ახლა ასეთი კითხვა მაქვს შევაჯამოთ ახლა ფარაონმა კი არა ეს თემატური კითხვა არის ფარაონი ამბობს რომ არ ვიციო ღმერთი მაგრამ აბა ხალხო თქვენ იცით ვინ არის ღმერთი ანუ ეს რიტორიკული კითხვაა კი იცნობთ ვინ არის ღმერთი ძალიან გამიხარდება თუ პასუხი კი იქნება დიახო კიო ვიცნობო შვენიერი და ამ ძალიან დიდი სურვილი მექნება და გამიხარდება თუ თქვენ ამ პასუხს ცხოვრებაშიც გაატარებთ. ანუ რას ვამბობ, ცოდნა, მაგრამ ნაყოფში გამოჩნდეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია.